მე ვარ ელფ მარიამი და დღეს განახებთ როგორ გავერთობით ტელეფონების გარეშე. დილამშვიდობის რაჭის დღიურების ახალი სერია იწყება და დღეს გვაქვს დღე ტელეფონის გარეშე. მთელი დღე გავერთობით ისე რომ მხოლოდ ერთი ტელეფონი იმუშავებს, ჩემი რომელიც გადაიღებს ამ ვიდეოს. დანარჩენი ტელეფონები ჩამოერთმევათ ბავშვებს და მთელი დღე ვითამაშებთ სხვადასხვა გასართობი თამაშებით. ვიყურეთ, თქვენც ნახეთ რა თამაშებით ვითამაშებთ და შემდეგ გააკეთეთ დღე ტელეფონის გარეშე, იმიტომ რომ ძალიან კარგი დღეები გამოდის. დადო შენი ეხლა განახებთ რა თამაშები გაქვთ. რა თქმა უნდა, ბუბუ ბოქსისგან გვაქვს Squid Game-ის თამაშები. ყველა ეს დაგჯი, ეს გონგი, ესეც. გვაქვს Forline, ეს არის ჩემი საყვარელი თამაში. კრესტიკიდან ოლიკი, ლოტო და მაგნიტები სასაწყობი და რა თქმა უნდა, ვიწყებთ ჩემი საყვარელი თამაშით, Forline-ით. ეხლა ყველა სათითაოდ შემეჯიბრება Forline-ში. ვინც წააგებს და აგემოვნებს საშინელ რაღაცეებს. მათ შორის არის ქათმის ფეხი, ჩვენი ჩინური მატლები, ბავშვებს მოუწევთ საშინელი რაღაცეების გასინჯვა, იმიტომ რომ მე Forline-ში წაგებას არ ვაპირებ. იწყებს ანდრია. ჩააგდო ერთი. მოგიგე ანდრია. მოგიგე, всё, მოგიგე რაღაცა. უნდა ვჭამო? ჯერ არა. უნდა. თავი თამაშები სანდროს, რომელსაც უცებ მოუგებ და მე შემდეგზე გადა. ნახავთ. დავიწყო თუ დაიწყე? დაიწყე. არა, მე დავიწყე. სამ დაფიქრდე. ნაჩი. მიგო. შენ მალოვათ. შენ არ ჭამ რა გაგიხარ და? სანდრო მომიგო და ეხა ნინას დროა. ძალიან გამიკვირდა რომ დავმარცხდი. ჩამორთმეული ტელეფონები დევს. მოვიგე. გამარჯვებული მარი. არა, უსკალია დაგვეწვია. არ შეგეშინდეს, გაგიშვებთ, არ შეგეშინდეს, გაგიშვებთ. ნუ გეშინია. აია. ნუ გეშინია. ნახეთ. აბამი. რა საყვარელი კალია. ჩვენსკენ ამოტრიალებული, ჩვენ შემოგვახტება ეხა. ეხა. არა, მადლობა. გაუშ. ნიკოს ეშინია ძალიან რომ ჭამოს საშინელებები და მოდი ნიკო, მოდი. შენ მატლებს გაჭმევ პირდაპირ. ნიკო მოვიდა. მარი. მომიკო. გადარჩი ნიკოш. მოიცარა არცალი. წავედი ახლა, უნდა ავიღო. რეალურად ეხა რაც მაგ ბავშვებს ვეუბნები რომ მატლია და სინამდვილეში წავიკითხე, მაგრამ მატლი არ არის. მაგრამ ვაჭამოთ როგორც მატლი, მაცივარში მაქვს. ჩინური ადრე მეც გავსინჯე მატლი მეგონა, იმიტომ რომ ძალიან გავს მატლს, მაგრამ რეალურად მატლი არ არის. აი გახსოვთ აზიორის ნექები რო გავსინჯე მან დრო იყო. ეგ მატლია. და ეხა ვაჭმევ ბავშვებს. მატლი!
რა უნდა მოიტანო? მალე გადავყრა. რატო ეს ძალიან გემრიელი მატლია? მე არ მიყვარს. გემრიელი. შენ აჭამ. ოღ მე თოფალი. ძალიან ცხარეა ოღონდ ეს. როგორ გამოიყურება ჩვენი მატლი? ეგა მატლი. ანდრი ერთი მატლი ამოიღე. მიდი მოკიდე, მოდი. მოდი, წააგეჭამე. ცოტა უკბიჩე, მთლიანი არ გინდა თუ გინდა. მიდი, შენ თავს აჯობიან. დაი. ედი. უნდა შეჭამო. აქ იყავი და მანახე რეაქცია. მთლიანი არ გინდა. აუ აკაია თავს შეგინა ხრამუნა. გემრიელი იყო მატლი? აუ აკაია. ნინა კაია? სანდრო მოიგო, მაგრამ მაინც უნდა. მოდი სანდრო. მოდი თამუნა. არა ეგეთი ხარა. აუ ამხილოს. წითელი და შაკის სუნი აქ. მამოიწონე. კაია. თორმე გიწონაი მომი. მომეც. ამამე. არა, გემრიელია. არა. მე არ ჩავშევ. ხო კაია. ამამე. კარგი. ველი ფერია? ეხლა თამუნა გვათამაშებს ამის პატრონმა რაქნას. მოდი. ამის პატრონმა რაქნას ნინა. ნინა. თავი წაი და დაიხა. ვინ იყო? იასამნისფერი. ნინა. თავის თავს გაუჩალიჩა. ნინა იყოს. ვაი მე მატლაინა. ნინა გამომხედე? შო აღარ არის წყალი. ყოჩა. ნინამ შეასწოლა. აი ყველა შეეცმა კაია. აი მიგრძნობდა მე რა ვიყო. მე რა გინდოდა რა. და მატლის ჭამა გინდოდა, ხო? აი და ამის პატრონმა ყემალი მომიკრიფოს. ეს სანდექს შენი კენჭი დამეკარგა. მეყოფა. ბოსა შევიდეს და ყმური დაიწოს. სანდრო შეაწე. მიდი წადი. წადი იყმულ. დავაი. შესრულია. მალი ჩამბარდა ნახეთ რა კაიწყებ. 5 6 7 8 9 10-თან დაწექი. მე მოვიდე არაფერს არ ვაკეთებ. წავიდა ის. დაიცა გადამაგ. სადღაც. ეხა ბავშვებს ვაძლევთ რეზინას და კაი, ეხა ბავშვებს მივცეთ რეზინა და გაარკვიონ რა თამაშია. ესე უნდა ახალო. არა. სან ჩადექი. ეს რასმელია. 1-2-3 ოჩა 3 მელია. ხო ძნელია აბა 4 დაადგა. ვისაც რეზინობანა გითამაშიათ, დამიწერეთ კომენტარებში. რამდენჯერ ხტებოდით ეგ დამიწერეთ. Squid Game-ის თამაშების თამაშიც. და всё, ნინა გამოეთიშა. ანტომ გაიმარჯვა.
დაიწყეთ ახლა Squid Game-ის მეორე თამაში. ეხლა ვინ უფრო მეც აკენწლის Squid Game-ის ამ თამაშს. სანდრო, აბა. კაი, პირველი არ ითვლება. ერთი აკენწლა სანდრომ. ყველა მორი ცადე. სამი აკენწლა. ეხლა ნინას ჯერია. ნინა, მიდი. გამარჯვებული არის ელენე, ტაში დაუყარით. ეხლა მე აგიხსნით როგორ აწყოთ ეს და შემდეგ შევეჯიბროთ ერთმანეთს აწყობაში. ესე იგი პირველს იღებთ ყვითელს, მეორე წითელს. მერე იღებთ ამ ფერს, რომელსაც უკეთებთ, ნახეთ, აი ესეთი მიმართულებით დებთ მაგნიტს აქ. შემდეგ ამას აუცილებლად ყვითელს აყენებთ ფეხზე. შემდეგ იღებთ მწვანეს, რომელსაც დებთ ესე. შემდეგ იღებთ ლურჯს, რომელსაც აი ესეთი მიმართულებით დებთ აქ და ბოლოს გრჩებათ მხოლოდ ეს, რომელიც ჯდება ესე და გამოდის კუბი. და პირველი იწყებს აწყობას ნინა. ნინა, მიდი. ყოჩაღ, ნინა მაწყო. ყოჩაღ, ნინა, ეხა ელენეს ჯერია. აწყო ელენემაც. ეხლა დაცხა და ბუშტები წყლით უნდა ავავსოთ. ყველა თითო ბუშტი ექნება. წყლით ავავსოთ. ანდრია ავსებს ბუშტს. სანდრომ უკვე გაავსა. იმე რამხელა ყველაზე დიდი ჟენია მე მგონი. არა, კიდე. ორი, სამი. ვაუ, მე გავიწუწეთ. ჩემს კი რატო ისვრით? ყველა მე მომხდა. ორი. ვაუ! ორი, სამი. ორი. ვაუ! შო გეყოფა. არა, გასხდება მთლიანად. ერთი, ორი, სამი. დაიწყო წუწაობა. დიდი დაძაბულობა. ორი გუნდი ვართ. მე ანდრია, სანდრო, ნინა და ელენე და მეორე გუნდში თამუნა, ქეთი, ნიკო მოდის. კაია. მიდით. ნინა მაგითი ვერ მოერევი.
ერთი სანდრო მიდი. ერთი. ბავშვები ლიფსიტებს იჭერენ. აი ლიფსიტების. აბა? ვაიმე! დიდი ცალია. ეს ცოტა აქ. აბა ის ისე. თამაშობთ ლოტოს. ნომერი 89. ტებია, ნახეთ როგორი შევსებულები აქვთ ბავშვებს. მერსი მინდა მარტო. 36. ნომერი 4 და 8. 1 დამჩა 11 ამოვიდა მარი. აბა ვის უნდა უნდა? შესვენება მაქვს და ბავშვებმა დაიწყეს უნოს თამაში. ჩვენ ვიწყებთ ჯოკრის თამაშს. მაგიდის ქვეშ ზრომიალზე. ერთხელ რო გახვალ, ან გადი გამოდი არის 1. გადი გამოდი 1. რამდენია? გადი 10 ჯერ. მოკლედ მე და თამუნა მოვიგეს თამაში. შესაბამისად ნიკო და ქეთო იზრომიალებენ ეხლა მაგიდის ქვეშ. ნიკო! დავალება გამირთულდა, იცოდე? დავალება ერთი ხელით. აი მეფე. დაიწყო კალათბურთის თამაში. ელენე მიდი ჩააგდო. ცოტა დაგაყდა. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 ვინც დახუჭული არ არის, ჩემი ბრალი არ არის, ვინც ჩემ წინ უკან გვერდზე მარცხნივ არის, ყველანი დასტუკებული, ასტუკა. არავინ არ არის. და სად არიან ნეტავი? მე ვიღაცა მთელი დღე გავატარეთ გაჯეტების გარეშე და ეხლა დავთენება ბავშვებს საღამოს, რომ ვუყუროთ საშინელებათა ფილმს ლეპტოპში. ოღონდ ცალ-ცალკე რომ მოდელი არ დააკლოს. შეგიძლიათ ცოტა ათქვეფილი ნაღები მოასხათ და სამი დახუჭეთ თვალები, დახუჭეთ. უკვე მეორე წელია რაჭაში ვიღებთ დღეს ტელეფონის გარეშე და მივხვდი ერთ რამეს. თუ ბავშვებს გაართობთ სხვადასხვა გასართობებით, საერთოდ არ გაახსენდებათ ტელეფონები, იმიტომ რომ ისე მაგრა ერთობიან, არ ჭირდებათ ტელეფონში ყოფნა და თამაში. მაგრამ თუ უბრალოდ ტელეფონს ჩამოართმევთ ბავშვებს და ეტყვით, რომ აკეთონ ის, რაც უნდათ,
მაშინ აუცილებლად მოუნდება ტელეფონები. ამიტომ ჩვენი აქტიურობა და ჩართულობა, როცა ბავშვები თამაშობენ, ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი რომ ეს გარკვეულწილად დამღლელიც არის, მაგრამ თუ შევეცდებით აუცილებლად გამოგვივა. გამოიწერეთ ჩემი ელფმარიამის არხი დროებით. აი, იყო ფილმი. საღამოსაშია ძალი. და ტელეფონის გარეშე ხო კარგი თამაშები გქონდა. მოგეწონა დღე ტელეფონის გარეშე? ну ტელეფონიც უნდათ, მაგრამ დღე ბოლოში იცი რა მოხდა? რა? ესა ისრებოდი იყო ბოროტი და დანარჩენი მკეჩი. ვა! ძალაკეთ კიდე გადავიღოთ ვიდეოს. აი მანდრი ამბობს რომ თუ გამოიწერთ არხს კიდე გადავიღებთ საინტერესო ვიდეოებს, ამიტომ გამოიწერეთ, დაწერეთ კომენტარები ვიდეოს ქვეშ, რა გადავიღოთ შემდეგი.